გუშინ დილით უკვე ჩემმა ბიჭმა მითხრა რომ მართალიაო. არ ამჯეროდა მანამდე. მანამდე არ ამჯეროდა. ჩემმა უბრალოდ ბიჭმა შემატყუა იმას კიდე ალბათ სხვებმა უცხეს ვიღაცებმა ეს სანდოპირმა უთხრა. სულ იმას ბიჭი გურამი არის იქ. ბიჭი. ხოდა იმას დაურეკნიები დახია. როგორ მოხდა ხომ არ მოგ ეგ უკვე არა უკვე არა. ეგ უკვე ვერაც არ ავთქვის. როგორც საჩანს ეს ჩვენ მეზობელი ბექო ტოხოსაშვილი ეს თარხანი ჯოყოლო დუისელი ხიდირას ბიჭი ერთი ამნაზოს დისწულია მოკლული ახლა იძახიან კიდე როგორც საჩანს ეგენი ერთად არიან დახოცილები 5 აუკვდარი იძახიან 5 პანკისელი ეგ მე 5 ვიღეს უბედურისა იქნება ღმერთმა იცოდეს ხანდახანკა გამიერვებდა თავში აკეთით რო ეწყოდა ემოვანი მოკვდა თემო თხილად ბოლო შენ კარზეც არ დადგეს ეს ამბავი ეს ამბავი შენ კარზეც არ დადგეს მაგრამ მე რა შემეძლო ის გამკეთებელი ვიყავი ვიცოდი რაღაც უბედურება დატრიალდებოდა ჩემ თავს გრძნობდი შორენა გრძნობდი ხან გავიქცეოდე შორენა დილით დღე დამალული ვიყავი მოვიდოდი გამოვხედავდი განამშარაზე ისევ უთაღამებით მინდორში ყოველ გავათანებდი და მოვდიოდი მე ზახში. ბევრი გამიყრია კიდევაც. პირველად რომ მაგის სახელი დაირხა თარხან ბათირაშვილი პანკის ხეობიდან ასეთი ამბავი ასე წარმატებებს ახდენს ომში მაშინ დაიწყეს სიარული. მე რომ პირველად გამააცხადეს მოკლესო მაშინ. ერთხელ ვარ დამჯერდა არ გამოდგა მართალი მე ვარ მესამეც რა გამააცხადეს ყურს აღარ უდგებდი ეს უკვე ლოშია მეთქი. გუშინ რატო დაიჯერეთ გუშინწინ ეს უკვე ნაღდი ინფორმაცია იყო. ეგ სულ იმას ბაღეთ ყოველს არ იტყოდა. ეგ მართალი იყო უკვე. ყველაზე მეტად ის მახსენდება გამწარებული საქართველოს არმიიდან რომ დაითხოვეს და რომ აღარ აღებულობდნენ დადიოდა როგორმე ისევ დაბრუნებული იყო სამხედროს და რო არ აღებულობდნენ. დიდი ამბავი იყო შორენა. ერთი ღამეა კაცო. ესე იქნება 2 საათი. ბრახაბრუხი დადგა ბალკონზე. ეს თარხმარა მითხრა მე თბილისში წავალო იქნებ ჩემი ყოფილი ამხანაგებიო ოფიცრები ეგინო ნახო. იქნებ როგორმე კიდე რაღაცა მოვახერხო და იქნებ როგორმე ისე არ გავმაგინო. წავიდე. დადგა ბრახაბრუხი იმ ღამეს ბალკონზე და შემააღოკარებ ერთმა. ავდექი ავანთის სინათლე. ვინ ახართ მეთქი? ჩვენ პატრული ვართო. თვილი ბალკონის სავსე ახალხეთ. მე ფანჯარიდან გადავიხ რასამო ბალკონი კი არა თელი ეზოა სავსე ხალხით. ჩვენ ბიძაკაზო შენი სახლი უნდა გავჩხრიკოთო. გაჩხრიკეთ მეთქი. მე 100% ვიცოდი რომ ჩემ შვილებს არაბით არ იარაღი არ ჰქონდა. ერთი პისტოლეტი ჰქონდა ჩეხური ჩეზეპე ეკა სამხედროდან იქიდან მიცემული თავის საბუთებით. მანამდე ეს ამბავი მოხდებოდა შორენა. მოხოიცი რა გაჭირვება იყო ჩვენთან. საბოლოო გროშები რო ჰქონდა დამშალი მამაო მისრა ხალხი ხო ვაჭრობს მე წავალ თურქეთში მოვიტან რაღაცებს და პურის ფული ხო გექნება. წავიდა. მაიტანა ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, სპალნი, მეშოკები იქ ოთახის გაივსო. პურის ფული გექნება. ეს ხო თბილისში. ეხლა დადიან. ზოგი პოლსახრის, ზოგი ზღვენზე ადის, ზოგი სასიმენდეში ადის. ხო და ამ დაპარაკშემა. ერთი მეძახი გარიდან, ბიძაკაცობა გამოდი გარეთავ. აი კი ბეზურა მოვდივარ ჩვენა. იმის წინ იქ ტახტი იდგა. იმ ტახტის ქვეშიდან ერთი კარდონის ხუდი გამაათრია. მე თუ ჩავიხედე, სავსეა პატრონებით. ავტომატის პატრონებით. ბიძაკაცო ეს რა არისო? მე რა ვიცი რა არის მეთქი. როგორ არიციო? მოიხედე შვილო მეთქი ახალგაზრდა. დღეს ამ კიბეზე ერთი 100 ჯერა 100 მეტრი ჩასული. რო ჩავდივარ პირდაპირ მაგ ტახტის ქვეშ ამხვდება მეთქი თვალი. შენ თქვათა ყოფი ხარ მეთქი, მე კი არა ვარ გიჟი, მე ჭკვაზე ვარ მეთქი. ეგ რო იქ აყოფილიყო მეთქი, შენ რო გოგონია მაგას იქ დავტოვებდი მე მეთქი ტახტის ქვეშ. აი ეს. მეორე ჯაბო მე მირეკავს ოთარას ბიჭი.
თარხანი მეჯაბო კომანდოში მაწყო. თემოზია თარხანი დაიჭირესო. აქ მოვიდნენ აქედან წაიყვანო 3 წელიწადი მისცეს. რო გამოვიდა ციხიდან მეთქი რას ფიქრობდა? რას იძახდა? თვითონ როგორ აფასებდა ამ ყველაფერს? რა გითხრათ? როგორც საჩანს ამ ქვეყანას ჩემი თავი აღარ აღჭირდება. არადა კუჩში მსახურობდა შევენა. რუსულ ინფორმაციებს ჩვენ არმიებს აწვდიდა. ცხინვალის ომში ნამყოფია. მაგარი პრაქტიკა ჰქონდა მიღებული. ამიტომ დაწინაურდა იქ შევენა, მაგას უკვე მაგარი პრაქტიკა ჰქონდა ომში მიღებული. სამხედროში როცა იყო იქ. იქიდან თავის ძმებს სასტიკად აფრთხილებდა. თხილად იყავით მაგმა ხაბისების ორგანიზაცია არ შეხვიდეთ იცოდეთ. ეგ აფრთხილებდა თავის ძმებს. უყურეთ თვითონ მოხდებულს. ადამიანს რო სხვა გასაქანი აღარ სადაღარ აქვს. რას იზამს არა? მაგას გასაქანი აღარ სადაღარ დაუტოვეს, დაუტოვა ნაცმოძრავამ. თან როგორ ამაყაც ლაპარაკობენ თავისუფლად. ეგ მამაძაღლები. თუ დაურეკია, აი როგორ გეხმიანებოდათ, რას გელაპარაკებოდათ? ერთხელ ამერიკაზე ეგ იყო. მამი არა ლოცულობ, როგორ არ ლოცულობ მეთქი. წინა დღეს გიორგო ბაიყო შორენა, მე ხო ქრისტიანი ვარ და ჩვენ სალოცავში ვიყავ. როგორ არ ლოცულობ მეთქი. სამთები ავანთე და ღმერთშივა ვედრ თქვენთან. რო გაიგო და გადაადო ტელეფონი. არ მამა ჩემი, პაპა ჩემი ქრისტიანები იყვნენ. მე და ჩემი ძმებიც თეთრი იყავთო თეთრი გეოქიბას მონაცვლები. ზოგიერთები იზახიან რომ მეზრად ხალხი ზოგმა ფული აკეთა მაგათ გასულელებაში. ეს ბაზრები რო გადაებერებინოს, თურმე ფულს აკეთებდნენ. აგე ჯოყოლელი ხო დაიჭირეს აი უფა. კი. სხვისი შვილები სოდო რა თქინდა რა საშვილები კაცო. აჰა თარხანი კი ომ გამოვლილია. ზოგმა ისეთი ბაზრი მიდის ავტომატი თვალით არ ნახია ისეთი მიდის იქ კაცო. ისე ძალიან უყვარდა საქართველო. ისე ძალიან უნდა დაყოფნა. გააჩერეს თუ ღმერთი წამს. ხან ციხეში ჩააგდეს, ხან ულუკმაპურო დატოვეს. აბა მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებო. ძმები ბათირაშვილებისა და კავკასიელი მეთაურების დიდი დამსახურება რო საქართველოში ფოთოლი არ გაწუկებულა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებო. ალბათ არ, კი. ჩემი შვილები ნახში დადგებოდნენ საქართველოს მხარეზე, 100%-იანი. იდგნენ კიდევაც და დადგებოდნენ კიდევაც. მაგრამ რა გინდა? მოდით აბა. მოდით. Tamam. Ay bila tarkan isarlar. Ay. Es flaşıyorum. Ya seni kadar çasatlı. Para peris. Ay sorda tarkan.